დღეს ადრე გავიღვიძი არა მიშავრა. დილამში ტოფის. ხალხო და ჯამაათნო. ეს რატო დავაქნე? კატები. ჰაივე დილას დავიძინე 4-ის ნახევარზე და მეგონა რომ სხვა შორის საერთოდ არ მეძინებოდა, მაგრამ ხომ და დაიძინო. და მეგონა რომ ისევ სადღაც 12-ისთვის ავდგებოდი, მაგრამ აი, კარგად ავდეგი, კარგად ავდეგი, კარგად მეძინა. ისინი არ გამომიყოლე. და ესა უნდა განახტე ხა რას ვხატავდი 4 საათამდე. აი, როგორ გავიდა დრო, მართლა ვერ გავიგე ხალხნო. როგორ გავიდა დრო. და მეგონა სადღაც 2-ის ნახევარი, 2 იყო და დავხედე და 4-ის 15 წუთი იყო რომ მოვჭი და ვერ დავკეცე, იმიტომ რომ გასაშრობი იყო და ესეც გამითავდა. ერთი ცალიღა მაქვს და იქნებ ხუთშაბათამდე მეყოს, რომ და იჭმებარება, მაგრამ მაინც რომ ისა 1-2 ცალი კიდე ვიყიდო. ეს და რა? ხო, უნდა გადავაგდო, უნდა თქვი. რაღაცისთვის რისთვის რომ ვიცოდე? სათამაშო. ცოტა ხანი აიღე და სათამაშოსთვის ვერ მაინც აი რას იღებს სათამაშოდ იღებს ლატ. არ ჰაერი გამოდის, მაგრამ თვალში რამეში არ შეისხა და ისეთქენი. დააფარე. და მე უნდა ნაგვად გამოიყენოს. არა, მაგას მე ვიპოვი უეჭველი ისევ იმაში. ბიბლიოთეკაში. ეს ნახე, ამას გასდის წყალი, ნახე. აი, 3 ფოთოლაროა, დიდი ფოთლები რო აქვს, ამას გასდის ხოლმე თუ წყალი აქვს, იქ ზედმეტი კრუგზე ესე ატრიალებს და ამაზე კრუგზე. ანუ იქ რო წყალი ესი ამოსდის ღეროში და წვერიდან გაჩამოსდის. და მეორე ყოველს ასხავს. წავს. აუ, ნახატია ძალიან კარგი. კარგიც გამოვიდა. მაგრამ ისე დავიტანჯე, წადიჯერ დაიბანე ხელპური და მე გაგიხსნი რომ ლებს გამოხხვისას პირში გედება. ესე იგი, ისე იმიტომ რომ აი აქ ორი ცალი, აი აქ აქვს ხოლმე ეგრეთ წოდებული რასაც ვიდიჭკები, ეგ აქვს საროჭკას. და უფრო მეტათაც შეიძლება და კიდე გაშლა იმდენად ცოტა დიდი საროჭკა, მაგრამ მაგის გამო არ წავიდა ნახატი, ვერ დავხატავდი. როდესაც ესე მაგიდას გადავაფარებ ხოლმე, როგორც ფურცელი ესე უნდა იყოს გასწორებული და ეს ნაკერები რო აქვს, ეგ საშუალება არ არის და თან ნახატიც არ გამოდის ისეთი რა, ერთ იმით ვერ სწორდება. ხო და ისა მაქსიმალურად ვეცადე რომ კარგი გამოსულიყო. მაქსიმალურად ვეცადე. და მინდა რომ კიდევ ვითხრათ, იმიტომ ბევრი მოდიან ჩემი მაყურებლები და როგორც სხვადასხვა სოფლებიდან, ასევე თბილისიდან და გაითვალისწინეთ ხალხო. აი ხრიდან ხრამდე რო აქვს ისა ნაკერი. ანუ ტრადიციულად რაც აქვს საროჭკას აქედან აქამდე უკანა მხარეს. ეგ უნდა ქონდეს. შეიძლება არ ქონდეს, ზოგს არა აქვს. მაგრამ ეს არ არის პრობლემა. როდესაც უკანა მხარეს აქ შუაში აქვს ესეთი გადაკეცილი, აი ესე აქვს ხოლმე, აქეთ და აქეთ ესე ნაკეცი, როგორც პლისი მასეთი 1, აქვს ხოლმე 2, აქვს ხოლმე როგორც აქ აქვს ნაკერი, აქაც აქვს ნაკერი და ხან ბოლომდე არის და ხან შუაგია და მე აქ ორივე მხარე იხსნება. მაგაზე ბოლოს არის საროჭკა არ გამოდგება ეგენი რა, იმიტომ რომ არ გაძლევს საშუალებას რომ ეს დახატო. ესეთი ვინ მითხრა გუშინ, ხო მოკლედ დღეს ესეთი ნახატი სავარაუდოდ კიდევ უნდა დავხატო ზუსტად ესეთი. ეს არის შავ-თეთრი ნახატი. აი ნახეთ. აი აქ აქვს და აი აქ აქვს. და ეს კარგად არ იშლება. ანუ არ გაძლევს საშუალებას რომ კარგად გაიშალოს. თორე უფრო დიდიც შეიძლებოდა რომ ეს ნახატი ყოფილიყო, უფრო დიდი.
და ჩემთვის უფრო ადვილი არის დიდი ნახატის დახატვა, იმიტომ რომ სახის ნაკუთები. აი ნახეთ თანგუაშით რო ხატა უფრო კაი არის, როდესაც დიდი ტერიტორია გაქვს დასახატად და ანუ დასამუშავებლად. ამას დავკეცავ რომ შემთხვევით არავინ არაფერი კი არავინ არ არის სახში, ბევრი სახშია. თუ ტაძარში. ხო, პირველ რიგში გილოცავთ ხალხურ ბზობას. ფარავდეთ უფალი. თქვენ შვილიშვილებს მრავალ ბზობას დაესწარით. სულ ჯანმრთელები პირველ რიგში. შემდეგ ახარებულები, ბედნიერები და იხარეთ და იდღეგრძელეთ თქვენიანების კარგად ყოფნით და სიხარულით. გეხაროთ თქვენს. ფარავდეთ ყველგან და ყოველთვის ღმერთს. რაკეცოც დავამუღამე. ესეც ესე აი მაგიდაზეც ხატია და იცადეთ განახოთ ეს განახეთ ეს კაცი ხატია რასაც ხატავ მაგიდაზეც ხატია აი და წავით ყავაზე წავით აი მე შემოვლაწუნე და დამემართოს ახლა. აუ სარიცხის წამალი არა მაქვს და ჩემი ბარფი მაქვს. ოღონდ იცი რომელი სარიცხის მანქანაში ვარ შეიძლება. ხოდა. ხერწავე ცხო. Pisum da mi ეხა მოდის. ეხა უკვე. ყურადღება არ უნდა მივაქციო. უბრალოდ უნდა დავდგე. ეს ხო ცემი გოგო არის. ეს ხო ცემი გოგოა. გამარჯობა პრინცესა, როგორ ახ? Кутума. Коко, чими принцесса. Нagavi. Коко, დათხარ. ჩემო პატარა, როგორ მომენატრე. ეხა მეორეც მოდის. ჩემი მეორე პრინცესა ეს არის, ეს იშვიათად ამოდის ხოლმე, მაგრამ მოდი გოგო ჩემი. ой, მე ეს რა ტკბილი არის. მოდი, ხარ, მოდი. Ты. Гого. Кау치 гого. Моди, ჩემი ლამაზი. მოდი, კუცე უკმე, გოგო. კუცე უკმე. გოგო. მოდი. ჩახტი, კაი, შეძ. ნინო, რო და ის აქ ნახავ მე დაიკუზო და ისე ჩაუსხა და წყალიც და ის არ შეიძლება. წუხელ მე დავაბინავებ ამათო. ანუ მე შევიყვანო. აუ, ნახე. ჯონჯოლი მაქვს გასაკეთებელი. ოღონდ მაგას გავრეცხავ ხა მარილს მოვაყრი და სიმძიმეს დავადებ და ერთი რამდენიმე დღე იქნება და მე გავასტერილებ. წყალიც მოიტარა. ეს გუშნაგი მანდა. ხო და ისა, მე დავაბინავებ, რა ერთადერთია ეს დიდი ქათამი ვერ შეყავ ხოლმე, იმიტომ რომ ძიმი არის. ხო და ჩამოვედი. შევედი, არც ერთ ქათამს არაფარია. ეს დასეიდებს შუაღამისას გარეთ, არც ამათ არაფარიათ და ისად არის პატარა თეთრი კოჩორა. არ შეუყვანია. ეს და შუაღამისას დავდექი და მოვძებნეს უყველა. ეს მგელი დავტოვე, არ შევიყვანე და მთელი ღამე ყიოდა. აჰა, მიდი წყალი შემოიტანე და ოღონდ ისე დაუცხი რომ
შორი და ნუ დააფარე. იმასაც აგენ ვირსაც დაუსხი ქროა. აი მე ესეცი რა საყვარელია ეს. მოდი აქ ჩეზაზის. აი ეს არის მამალა. აი ეს არის მამალა და ეს არის ძალიან საყვარელი. იცი რომ ბილი არის. ოხ შეგენად ფალი. აი ეს რა საყვარელია. და ეს ჩემი მტრედი. აი მე ჩემი მტრედია ესა. ისე ჩემი მტრედია. მოდი გოგო დაიცადე. დაიცადე. მე ჩემი დედალა არის ესა, ჩემი მტრედია. როგორ ახარ ჩემოპაჭარი. იდი. მოდი. მოდი აქ დავუსხე. ხილა ძედნუის. ხალ და იმასაც დაუტოვე ცოტა რა. რანაირი ამინდებია ღმერთო ჩემო გუშინ თოვდა. მზიარო იყო, მაგრა თოვდა ქალმა დუტი ჩაიცვა და როგორც კი წავიდა სადღაც 15-20 წუთში ისეთი ცხრა თვალებზე გამოვიდა, გეგონება ის რაღაცა სხვასთან იყო ეს ამბავი. ესეც პრინცესა. ეხა განახოთ საბუდარი ამათი. სასაცილო ის არის რომ აუ ეხა აქაც რო ტალახიანია, როგორ გავიგო ძველი კვერცხი რომელია? აი ეს არის ძველი. ყველაზე ტალახიანი ძველი. ეი მე მეთქი რა არის მაღლა ასული. ყველაზე ტალახიანია. აი ეს აძველი. ეს. ახო აი ეს. ეს აძველი ხო, იმიტომ რომ მუქი ფერი არის. ხო და ნახეთ ახლა. ესეთი ტალახიანი კვერცხები როგორ შევინახო და მინდა რომ საბუდარი სხვა გაუკეთო რა რომ დაადებსა დაჯდეს უკვე. ხო და მე მგონი რომ ის კატის სახლს ჩამოვიტან. რომელი აგე იმას? ხო, რგვალი და იმაზე ვიზავ შევსვა და მაინც არ შედიან და. გამო აი ეს აკლები გამოვაკდე. აგე როგორ ძალიან არა უქშიო. ხო იცი ისა. დაადი ჩემო აკლებო. გუშინ აგე ის მგელი ამას ასცემდა. როგორ ასცემდა? დაიღო, კალო და დამაცა შევიდე. კარებს აღებს. აბა დღეს რა საჭმელი გვაქვს და რა ქვია ჩვენ კერძებს. ესენი აქ დავდოთ რომ გავრეცხოთ. რა ქვია ჩვენ კერძ, ქვია პიურე. თევზი სულ შეუჭამიათ. პიურე გვაქვს. ის შედე. რა? სოფი. იოადის. შენ მოიტანი მას კი არ უჭამ. ხშია? თუ ხშია, შეიძლება პიურე დაიწყა ჯამში, აიტანო და გამათბობელზე დადგა გათი. ვიმეყაშა. აუ მიდი რა. ხშია ერთ დენისა, ჩაისა, კი არა და ყავისა. რა გავაკეთო? ჩაგიპასო? რა იყო კალო? ცოტა მეთამაშება. ჩართე ესა ყავის წყალი? ხალგასდობას ვიხსენე. შეოერთდა მე მგონი. შეაერთა და რა იყო? დაიწიქთა ზედ მოდი. გოლ. ნელა გოგო. ცოტა ცდა ბავშვში ვარ მოხდა. მოდი დაიბანე ხელპირი გოგო. ყავის წყალი შეერთეთ ხო და. ო რა სერჩი, აი რა სერჩი. აი მე როგორ არ მინდა კუხნაში ჩავოწრო გაზი რას გავს. არ ნუ შეხედა, მარა ნუ შეხედა. რა შეხედა არა ჩანს, მოიჩა. აი ჭიქა გაქარაგა, გასარეცხი გაქვს, ეს წაწყავე რა. აი რა კაია, როდესაც ბევრი ჭიქები გაქვს. ერთი გასარეცხია, ბევრი გარეცხია. ეს დღეებია რაღაცა ვიდეოს თემები დაგროვდა რა. ხო და უბრალოდ ვერ ვიღებ. კაი ჩაპარეთი, კარგი გამოფხიზელი.
სავარაუდოდ ნინოს უნდა ეხლა აი ეს გუშინ წინ მოიტანა სუპერია ესენი. ხო და გავიკეთეთ რა თითო 4 წელი მოიტანა და ლაშა არ ჭამს ამერებს და ივანეს არ გავუკეთებია რომ სხვაგან იყო. ხო და ეხლა საჭველი რა გვაქვსო და ეს ვისიაო თან იკითხა და ივანესია თქო. იურე გვაქვსო სხვა არაფერი არა გვაქვს. უნდა მე ფიქრობ რა ხარ რა არის სანაზლეუზია შეფუთული ხალხნო დედავე ხოხტე ეს წყალი აღებულია მოდი და დავუსხავ რა ივანესაც გახსენდება დღეს რომელი საათზე მოვაკაცრა არის ის სახში. ოპას. კაი, რა დღე ჯერჯერობით ერთი საროჭყაბად წეს დასახატი და ცოტა საღამოწკერო თავი დავხატა. კაი, გოგო ვიქნები და არც ერთი კაი ზინდა რამე ისეთი დასახატი არ არის რა. ზუსტად კი ჩაუსახია. თვითონაც იყო. ეს დავხარეთ და დავთქო. და ჩამოვა და შეჭამს. აჰა, ეგეც ეხლა წავედით ჩვენ. დანარჩენს თვითონ მიხედავს თავს. ისო შენ გამოდი და მე გაჭმებ. კაი ხო. არა, გაბძანდი გარეთ და სამივეს დაგიგეთ. ის როგორ აკივის გარეთ. აბა, მიდი. ბავშვები გარეთ. აი, მე როგორ 1 2 3 აი ჩემოლაბა. მეს直აქ ხარ? აიტით. სიბილეთენ ძალიან დიდი მადლობა, ძალიან ბევრი ადამიანი მიგზავნით. ნინო, აუ მატორის ხმა. ნინო. ის გავაკეთე სუპი, გაგიკეთე. ეხლა? საჭმელი სუპი არ გინდოდა? ხო და გავაკეთე აფარია. მოწესრიგდი და ჭამე. მანამდე და გამზადდება. გეხვეწები რომ მორჩები, აი ეს დაუდე რა. ხეს დაუდებ? ცოტა მარჯვნივ გამოწიე, რომ აი ეს დიდი ნახურეთი სადაც აქვს ის დაფაროს. ხო და რას გეუბნეოდით? გიფებს, მილოცვებს დღევანდელი დღისადმი და უღრმესი მადლობა თუ ვინმე გამორჩება და იქვე უყას უხებ. იმიტომ რომ რამდენიმე გავხსენი წეღან და ნინო გამიძახა კიდეც და იმედია ვიპოვი მე. ხო და რა ხსნი ხოლმე მე მეკარგება მესიჯი. დღეს უნდა მოგიყვეთ პერანგების ფასთან დაკავშირებით შეკვეთებზე და სიძვირეზე და სიაფეზე. ამხელა ქალი. რო გკითხო გათხოვება უნდა. რო გკითხო მიდის. ჯერ არ აღმდგარა. რა გიხარ? 10-ია. რა გიხარი? აი მოჭიქებს კიდე ნუ იღებ. შეჭიქოს. დავციტო. შიგადაში უნდა გაახსენო რომ დედა ხარ. აჰა, მოდი ხაი, გებრიელა დავსხვრეთ ფანჯარაში რო ზივარ, მტრედი ვარ რა. აჰა, ეხა მოვედი. გუშინ ჩემს ერთ-ერთ მაყურებელთან გამომწერთან მქონდა საუბარი. გამარჯობა, მოგესალმები და მადლობა დიდი რომ მოვწერე. როდესაც ესეთ რაღაცებს გწერენ ხოლმე, ჩემმაგი. უფრო ისახდები რაღაცა თავდაჯერებული ესეთ ამბებში რა, როდესაც ადამიანი ხვდება და იაზრებს თუ რაც ხდება.
ესე იგი, ბოლოს არის საოჭკებს ხატა უკვე ესე აქტიურად ხატავ სადღაც 3 წელია რა. ამდენს. იმიტომ რომ მაშინ ხატავდი ხოლმე ტუშის პასტებით. აი ეს როგორც ფლომასტერები გექნებათ ნანახი, ტუშის პასტები რო არის, მაგით ხატავდი და ეხლა წარმოიდგინეთ, სად ტუშის პასტის წვერით გააფერადე პატარა ადგილს. თან ისე უნდა გააფერადო, რომ სულთლიანად ანუ ზოლები რო არ უნდა ეტყობოდეს და თეთრი სულ უნდა რო ათვისებული იყოს და სად ერთი ფუნჯის მოსმით რო გააფერადე. ანუ მე ვამბობ დროის მოგების მიზნით რამდენად სხვაობა წარმოიდგინეთ და ერთი დისკომფორტი კიდე იყო ის, რომ ტუშის პასტები მე არ მქონდა და არ წვიდულობდი, იმიტომ რომ საკმაოდ ძვირი რა, ანუ ზოგს 2 პაჭკაც უნდოდა. მერე იყო რომ ვიღაცას რო არ აკლდებოდა, მსხვებისას ხმარობდი ხოლმე და ძირთადად სულ უკან ვატანდი, რაც რჩებოდა ხოლმე რა, და აი თუ რაღაცა ეკლდა ხოლმე, იმას ვიტოვებდი, რომ შეიძლება ვიღაცას ის ფერი არ ქონოდა და ან დაკლებოდა და ანუ ერთმანეთსაც ვიყენებდი ხოლმე. ხო და ეს ანუ ნაკლებ შეკვეთებს ვიღებდი, რომ ფიზიკურად დროში ვერ ვეტეოდი. ანუ ძნელი იყო პასტით, იმ ხელა ნახატების წარმოიდგინე, ხლა ეს რო პასტით მექნა. იმ ხელა ნახატების დამუშავება რა და ვერ ვიღებდი ხოლმე და გადავწყვიტე მე გადავსულყავი საღებავებზე. და ძალიან კარგი ვქენი. ჯერ ის რო ადვილი რა, ანუ გაძლევს საშუალებას რომ მეტი ფერები გამოიყენო, გაძლევს საშუალებას რომ ფერები ერთმანეთში აურიო. ბევრი რამის საშუალებას გაძლევს საღებავი რა. ნინო 2 წუთი რა კიდე არ გამაწყვეტინო რა, ანუ ყოს ხოლმე ვიდეოს რო წყვეტავ. მენე მითხარი რა, თუ რამე სასტრაფო არა გაქვს. ხო და ყოველ ხალათით ჩადი. ძირს საჭმელად. ახლა მოვიტანე. დაგეღრება. ჩადი ხალათით რა. იმიტომ რომ ის სავსე არის და ხო და ერთ სიტყვით გადავედი მე რომ მასიურად ვიღებდი, იმიტომ რომ ვასწრებდი. მიუხედავთ იმისა, რომ მაშინ უფრო პატარები იყვნენ, ხო ნინო უფრო რაღაცა, მაინც ესე კალთაზე გამოკიდებული არ მყავდა და ყოველ ღამე ვხატავდი ხოლმე, როგორც ეხლა რა, ანუ სიმყუდროვი მირჩევნია მაგ დროს, რომ აი არავინ არ მოძრავს, აი ეხლა მაგალითად შეიძლება ხო რაღაცა მკითხა რაღაცა და ანუ წვეთ ნახატის დროს ეგ არ შემიძლია. ასო შემიძლია. აი ხო გეუბნებით რა, არ გინდათ რომ გაჩუქოთ 1-2 კვირა. აი და გუში გულამაზად დავწე. ხო და ერთ სიტყვით დავიწყე ნახატების მასიურად აღება. ეხლა რაც შეეხება ფასს. ხო, იმ პასტების ის თვითონაც უჭირდათ ხოლმე, იმიტომ რომ აქ არ იყიდებოდა, ლილოში უწევდათ წასვლა და ლილოშიც ძალიან მაგრამ გაგმართლებოდა, რომ იმ პერიოდში შეხვედროდა. რომ ყველა მაგას ყიდულობდა დასაწერათაც კი. უბრალოდ აგიწევ. ეხლა რაც შეეხება ფასს. იმიტომ რომ ბევრჯერ უკითხეთ რა ფასად ხატავდა. ის იმ კატეგორიის იმაში არ შევდივარ, ხო იცი? Facebook-ზე ალბათ ბევრჯერ შევხვედრიათ პოსტები, რომ რაღაცის ფასი გაინტერესებს. მეც აი ადამიანი ვარ და რაღაცის ფასი მაინტერესებს ხოლმე. და რო შეხვალ და ფასი რო გაინტერესებს და რო აქვს 400 კომენტარი. ხალათი. და 400-ვე რო წერს ფასი და პირადში მოგწევ. ვაიმე მანდ გადამეკეტება ხოლმე რომ მინდა რომ სულ ქოჩრით ვათრიო. რას ქვია პირადში მოგწევ? დაწერი, შეკაი ადამიანი 400 კაცი რო გეკითხება, ესე იგი აინტერესებს, ხო? რატო უნდა დამალო ის, რასაც აკეთებ და იმის ფასი დადო. ეხლა რაც შეეხება ფასს და რამდენად ძვირია და თუ არის თუ არა. სინამდვილეში, აი არასოდეს არ უთქვიათ რომ ვაიმე რა ძვირია. ვატყობ ხოლმე ის რომ მაგალითად რო ვეტყვი 30-დან 60 ლარამდე მიდევს ფასები. ნახატის სირთულიდან გამომდინარე. ეხლა ეს ნახატი მე დავხატე 55 ლარა. და დღეს რომ მომივა ანალოგიურად ესეც უნდა დავხატო. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ფერი არ არის, ძალიან ძნელია საროჭკაზე იმუშაო, ну მე რასაღებავითაც ვმუშაობ, რომ ფერები არ გაგექცეს და სხვა ადგილები არ დასვაროს. და ამის დამიხედვით, სირთულის დამიხედვით და მოკლედ არ არის უცხო ფასები, რომ სხვადასხვა რაღაცის მიხედვით არის ან დიდი ან პატარა.
ხო და ანუ შემხედრი ადრე იყო რა და მე მივხვდი რომ ზოგადად მასი არის სანამ საკუთარ თავის საკუთარ ნამუშევრის ფასს შენ არის სწავლი და შენ არ დაადებ არც გეგონოს რომ ვინმე ოდესმე დაგიფასებს იმ ხრივ რომ სულ ყოველთვის 2 ლარი რო დადო მაინც ძვირი იქნება და 1 ლარად გთხოვე როდესაც პასტებით ვხატავდი, უფრო მეტი დრო, ენერგია და წელი სჭირდებოდა და ხერხემალი ვხატავდი, აბა რამდენად თუ გამოიცნო. 15 ლარად. ერთ საროჭკას. ხო სასაცილო ფასია. და ეხლა რას ვითვალისწინებდი მე? ვითვალისწინებდი რას, რომ ამდენი ხარჯი აქვთ ბავშვებს, ბოლოს არის ბანკეტი, მშობელი, მოკლედ, ხო, საოცარი ფასები ეხა მithuntes და აი ვითვალისწინებდი, რომ აი მეთქი მე ცოტა შეღავათი გავუწიო. აი მანდ მაგრად ავწდებით და თუ ვინმე მას იაკეთებთ, ძალიან მაგრად წდებით იცოდე. იმიტომ კი არა, რომ არ უწევთ ანგარიშს, არა. რაღა თქვენ უნდა გაუწიოთ ანგარიში? სადაც სიტყვაზე ერთ კაბაში ხდიან რაღაცა პერანგისებურ კაბა, პერანგისებურ კაბას ვეძახი მე ის, რაც ძალიან ხშირ შემთხვევაში აწვიოთ ხოლმე, რა ვიცი. ვინც როგორ უნდა ისე გაიგოს მასია და ერთმა რა ვიცი, შარშანი იყო შარშანწინ, ერთი მშობელი 600 თუ 700 ლარს აძლევსო, ერთ-ერთზე თქვა კაბაშიო და მაგრად დამაინტერესა და ველოდებოდი, რომ ну, ხო, რო შეაკერინო კიდე ეგეთი ფასები აქვს და მაგასაც გეტყვით შოქში ჩავვარდი და ველოდებოდი და ბანკეტის იმაზე სადღაც 1000-მდე დაგვიჯდა ბოლო-ბოლო ის კაბა და ბანკეტის სურათებს ველოდებოდი რომ აი რაცვია რა ელემენტარული შავი ატლასის კაბა წვრილი ბრეტელებით. უბრალოდ წარმოიდგინეთ, ესეთი წვრილი ბრეტელებით ატლასის კაბა ღირდა სადღაც 1000 ლარამდე დაჯდა. აი ხა მითხარით, რომ ეგ ნორმალურია. და სხვების მაგალითზე ვისწავლე, სხვათა შორის, რომ ეს ჩემი რაღაცები დავაფასო, ჩემი შრომა. იმიტომ რომ ჩემმა ახლობელმა თქვა, ერთ-ერთ მკერავთან გვითხრაო, ნაჭერს თუ მოიტანთო 500 ლარი შეკერვაო, თუ 700-იო და ჩვენი ნაჭრით უფრო მეტი წარმოიდგინე. ანუ 500 ლარი ღირს ხახნო შეკერვა. სულ ცოტა. ტყუილა კერები უგნევია კერვა დაიწყებო. კერვა მიყვარს უზომოდ ოღონდ ჩემთვის, ჩემი შვილებისთვის და არა გარეშე ხალხისთვის, იმიტომ რომ მაგაზე პასუხისმგებლობას არ ვიღებ. აი ამაზე მომწერენ, ამას დახატავ, კი, ესე იგი ვიცი, ვაკეთებ, მაგრამ იქ ისევ ნერვიულობ, რომ შეიძლება სწორი ხაზი ვერ გავაკეთო. ვიცი ჩემთვის. და ვიყენებ ძალიან კარგად. ხო და ანუ შეღავათებს ვაკეთებდი ხოლმე იმ ხრივ, რომ აუ მეთქი ცოდოები არიან და მე ერთმა გამომიგზავნა საკმაოდ რთული ნახატი ვეფხის ტყაოსნიდან. და ფასი ვთხარი რამდენი 15 ლარი. ანუ სტანდარტულად ქონდა რა, არ აქვს მნიშვნელობას დამახატინებდნენ რა ქვია, რაღაცა მსგავს ნახატს ვეფხის ტყაოსნიდან რაღაცა სირთულეს, თუნდაც შავ-თეთრი ძალიან რთული ნახატი. თუ რაღაცა იხვის ჭუკს. ან 15 ლარი იყო 15 ლარი. ამიტომ იმას თუ უკეთებდი შეღავათს, იმასთვისაც ხოლმე გამეკეთებინა, რაღაცა ვალდებულებას აქვს და აუ მეტი ხარჯი გვაქვსო წელსო და ცოტა იაფათო არ შეიძლებაო. აი მე როგორ შემრცხვა რომ ვიფიქრე როგორი ძვირი მივუთხარი თქო. და დავუხატე ხარ 10 ლარად. და ანუ ხო ვხატავ და შიგნიდან ჩემ თავში რაღაცა მეჩხუბება რა, აი ვერ ახარ შენაო რა, ბოლო ხმაზე კი ის ვერ ახარ შენაო და აი რო ვაძლევდი და რაღაცა მადლო რო გამოვართმევდნენ და მადლობა და რაღაცა იმდენად უკმაყოფილობას კი არა და იმდენად იცი რას ვგრძნობდი დაუფასებლობას
გრძნობდი იმას, რომ ანუ რომ გავიდოდნენ 5 მეტრის იქით და რომ თვალს მოეფარებოდნენ, საერთოდ არ ემახსოვრებოდათ, რომ შენ ის 10 ლარად დახატე. მე ვიფიქრე, შედალოცვილო შენ, ჩემ თავს ვუთხარ. სადაც კაბაში აძლევენ 1000 ლარამდე, ზოგი მეტსაც. ნუ იქ ბოლოს არის ხარჯები და რაღაცა. იმ 40, ნუ სიტყვაზე საშუალოდ 50 ლარსაც გადაიხდი, იმიტომ რომ სადაც 1000 ლარს ვიხდი, 50 ლარი უკვე ხურდა, ხო? და მეორე წელს, როდესაც ავწიე, როგორ ავწისა, წყლად უბედურად 25 ლარამდე, ისევ პასტებით. და მომწერდნენ ხომ ეს რა ღირს, აი მაგალითად ვიღაცას დაუხატე და მე მეორე წელს დედმამიშვილი მიგზავნდა თქვათ რაღაცა და იცოდნენ რომ 15-ად ვხატავდი და უცბად ბრახდა 25 ხდებოდათ და კაი მოგწერ. ანუ უკმაყოფილება იყო და აი მე ვთქვი რომ სულაც აი მარტო მე ყველა მასე გააკეთე. სულაც რომ არ მქონდეს შეკვეთა. მე იმას არ ვამბობ რომ ერთი ნახატი 100 ლარი უნდა იყოს, თუმცა არის. მართლა არის, მართლა ხატავენ მსგავს ფასად. ვინმე ხო არ არის წამ. ძაღლი იყეფება ხოლმე, რა ვიცი, ამას თავისი მოვლენდებები სჭირს, მაგ ძაღლს ცოტა ხნისა კი არ არის, 13 წლისა. აი აუცილებლად გადაიხდიან და მაშინ თქვი რა, რომ თუ არ მექნება არც ერთი შეკვეთა, აი სულაც რო არ მქონდეს და აი რო იტყვია ქვის გალოკვა იყოს საჭირო ფული ისე გჭირდებოდეს, მაინც არ დახა ჩემი თავი ვაიძულე რომ ეს გამეკეთება. და მესამე წელია უკვე წელს შაშან წინ შაშანწის საღებავებით ხატავდი. კი, საღებავებით დავით. ეს 3 წელი რაც მართლა მაგით ხატავდა, ამოვისუნთქე. რომ მრავალფეროვნების უფლებას მაძლევს ეს ყველაფერი და შესაძლებლობებს და მაშინ ვთქვი რომ საერთოდ რო არ მქონდეს შეკვეთა არც ერთი, არ დავაკლებ ფასს. და შეკვეთები წამოვიდა. არავის არ უძვირია, არა იყო. კაი მოგწერს რო გეტყვის, ის უკვე всё. მაგრამ საერთოდ არ უნდა იდარდო. და მეორე ფაქტორი კიდეც, როდესაც იცი ადამიანის შესაძლებლობები, ასე თუ ისე ხო ვიცით ახლა რაღაცა იქ Facebook-ია იქ და გვაქვს იმის საშუალება, რომ საშუალოდ ვიცოდეთ რა ხდება, ხო? ანუ უცხო არ არის ყველასთვის და როდესაც ესე და რო ეტყვი რომ სადღაც 40 ლარიღის რაღაცა კონკრეტული ნახატი და ცოტას ვერ დააკლებ, ანუ იმიტომ რომ აი ხარჯი გვაქვს. ან ჩვენ დენზე ვიტენებით, ჩვენი ოჯახი მაინტერესებს, აი ჩემი შვილები, ანუ ხო მაგათთვის ვაკეთებ რა, ანუ ხო და მასე დროს მეც ვნაგლობ და ვერა თქო. და აი ვისაც უჭირს, როგორც ისიც ვისაც უჭირს. და რო ეტყვი სიტყვაზე 45 და 55 ლარსაც რო ეტყვი, ხმას არიღებს, არ გეუბნება ვაიმე დამიკელი, არ იღებს უპრობლემოდ გაძლევს და აი ესეთ ადამიანს მირჩევნია ნახატი ვაჩუქო, უფრო აი კმაყოფილებას გრძნობ, რომ არც ერთი კაპიკი არ ავიღო. ვიდრე იმას დავუკლო თუნდაც 5 ლარი, რომელსაც ვიცი, რომ იმ 5 ლარს შეიძლება რაღაცა დებილობა იყიდოს და ის 5 ლარი ჩემთვის სხვანაირად გამოსაყენებელი ყოფილიყო. ანუ არიან ეგეთი ტიპის ხალხი, რომელიც გაიძულებენ, რომ ეჭვი შეიტანო შენს შესაძლებლობებში, თუნდაც შენს გიქვეითებს აი მის უნარს რა, რომ თავის ფასი იცოდე. და ამ დროს ამ ყველაფერმა გვიან ვისწავლე. ამ ყველაფერმა კი არ უნდა დაგაკნინოს პირიქით. უნდა გაგაძლიეროს. ოღონდ მართლა. რომ ეს ყველაფერი იმის საშუალებას გაძლევს და იმის უნარს, რომ შენი თავი გაზარდო, შენი თავი დაარწმუნო, შენი თავი გააძლიერო
და უფრო მეტი შედეგი დადო. რომ იმან თქვას, რომ ეს 5 ლარი კი არ უნდა დამეკლებინებინა, სიტყვაზე ვამბობ, მეტი უნდა მიმეცა თქო. მე რაღაცა შავი ეგდო ბაგიდაზე და გული გამისგა ცურცლი ხო არ არის თქო. ხახ და შოკოლადის ნატეხი ყოფილი. გამაჟრიალა. ბაგიდაზე ცურცლი. და აი იცით რა კარგია, როდესაც აი მართლა მაგ კმაყოფილებამდე მიხვალ, ხა რა კმაყოფილებაზე ვამ. რომ აი შეკვეთას რომ მოგცემენ, ფასს რო ეუბნებ, ზუსტად იცი რომ ის ფასი გიღირს. და აი დამიჯერებ რომ რა ფასსაც ვიღებ, მართლა კიდე ნაკლები ფასია იმასთან შედარებით, რასაც სხვები აკეთებენ. ოღონდ ამ შემთხვევაში მე უკვე მიიღირს. რომ ერთი საროჭკიდან ავიღო საშუალოდ 35-40 ლარი და დღეში დავხატო 3-4 საროჭკი ერთი თვის მანძილზე. და ეს უკვე შეღავათიც არის, იმიტომ რომ მაინც აკლებ ფასს. და შენ შრომასაც აფასებ რა და ღირს უკვე თუნდაც ღამეები გაათენო. ანუ როდესაც შრომის შესაბამისი ანაზღაურება გააქვს და შენ თავს იმაშვები რა, უკვე აფასებ. ეს გაძლევს იმის мотиваციას კიდე რომ მეტი აიღო, მეტი გააკეთო, შენც კმაყოფილი იყო და შენი ისიც რა ქვია, მომხმარებელიც. შენი მომხმარებელი რა უკიდურობაა, შენი ხო რა მომხმარებელი. მოკლედ ეგეთი ისინი ხდება ხოლმე რა, როგორც ნებისმიერ სფეროში. ძალიან ცუდია ხოლმე კიდე აი რომ ვუყურებ, ძალიან ბევრ ჯგუფებში ვარ გაწევრიანებული, ნაქსოვი, მოკლედ აი ხელნაკეთი რაღაცეები და პატარა მოქსოვილი სათამაშო, რაც უფრო პატარა სათამაშო, უფრო ძნელია იმისი დამუშავება რა, როგორც ნახატის შემთხვევაში, თან ყაის ნახატ. იმიტომ რომ მაქვს მაგის გამოცდილება და უზომოდ მიყვარს ყაის ნახეთ ქსოვა. და აი რომ პაწაწინა თუ ჯინა რომ ღირს თქვათ 15 ლარი, ყველაზე იაფი, არ უნდა ღირდეს 15 ლარი. მაგრამ ხალხს ისე უქვეითებენ თვით შეფასებას, რომ შიშით მაღალ ფასს ვერა, ნორმალურ ფასს, მაღალ ფასს არის ნორმალურ ფასს, მაგრამ სამაგიეროდ გეხვეწებით მცხეთის გზაზე ხო ხართ გავლილები, აი სანამ გაჩერებიდან სვეტი ცხოვლამდე მიხვალთ. აი ვინც მიყურებს სადღაც 98% არ არსებობს რომ ეს გზა არ გქონდეთ გავლილი და იქ დააფასებინეთ გეხვეწებით რა. აი ეგეთ ხალხს აი ვერ ვიტან სრულიად აი მაგრად და იმით ვიტყვი რომ აი დამსახურებულად რომ აი უაზროდ კაია რომ რაღაცას ძვირად ყიდი. მართლა კაია რომ ვიღაცა დაგიფასებს და ღირს, მაგრამ უცხოელებზე რო აქვთ ფასები გაწერილი და ამას რო ქართველებსაც ეუბნევიან და ქართველი რო შოქში ვარდება რომ ერთი პატარა დათუნია, აი მიუხედავად იმისა რომ შემიძლია მოგხსოვო, შემიძლია რომ რაღაცა, ანუ მაქვს პერიოდები რომ შეიძლება 1-2 რაღაცა მოგხსოვო და მე გამიაროს მაგან. ხატვასთან დაკავშირებით ეგ არა მაქვს. ხო და მიუხედავად იმისა რომ შემიძლია გავაკეთო და მოგხსოვო. გავიარე და დავინახე პატარა საყვარელი დათუნია, მე დათუნიებზე ვგიშდები. ოღონდ აი ფუმფულა სათამაშოები რო იყიდება ბაზრობაზე, ხო იცი, სინთიპონის სავსე, ეგენი არა. და უფრო მიყვარს პატარა ნივთები, აი ეს დიდი არა. ხო და აუ მეთქი ხა ეს რო აი 30 ლარი ჩემ თავში ფიქრობ, ღირდეს 35 ღირდეს ვიყიდი. ამხელა იყო, პატარა იყო, მაგრამ ანუ ჩემი წარმოდგენით რო ვიცი რა შრომა იდება რა და როგორ უყირს, სავარაუდოდ აქ გადამყიდველები არიან, ხო, რატომ ვიღაცისგან 5 ლარად აქვს ნაყიდი ის და ჩაბარებული, ხო, იმიტომ რომ ის 5 ლარი ვიღაცას ჭირდება და უნდა რომ გაყიდოს. შოკში ჩავვარდი. გეხვეწებით თქვენი სავარაუდო ფასი დაწერეთ, რა შეიძლება რომ ეს ღირდეს.
ტკაველზე მეტი არ იქნებოდა. აი უსაყვარლესი იყო, არ ვიცი ვინ მოქსოვა, ხა ვინ გეტყვის იქ რაღაცა, მაგრამ უსაყვარლესი იყო, ულამაზესი იყო და აი შოკი მივიღე, როდესაც მითხრეს, რომ 175 ლარი ღირდა. ესე მეუბნები, მე ქართველი ვარ, ადამიანი ქართველი ვარ. რაგაც თუ ქართველი ხარ თუ ფრანციცელი, ეს არის თუ გინდა იღე თუ არ და გაიარე ხარ. სირცხვილია ხალხი. ამხელა დათუნია იყო. ამხელა რო ყოფილიყო, ну რა თქმა უნდა, ცალკე თემაა რომ ხარჯი უნდა, ძაფი უნდა რაღაცა, მაგრამ ბევრჯერ უთქვიათ რა რაღაცა პატარა ნივთზე რა, ეგე რომ კაი რა ეხა ამას რა ხარჯი უნდა რა, ანუ გონიათ ეს როდესაც ხელნაკეთი რაღაცა კეთდება რომ მაინდა-მაინც ძაფი რამდენიც არის დახარჯული, იმას უნდა დაუმატო 5 ლარი და всё გაყიდო. ეგე არ არის. ხარჯი რაც არის 100 იმდენი შრომა იდება ვიღაცა რომ ხელით აკეთებს ნივთს და ვიღაცამ რო არ იცის იმისი ფასი, საერთოდ არ აინტერესებს შენი ჭირიმე ერთი რა. და 5 ლარით ეძვირება იმას. მე ვამბობ იმ ხალხზე, ვისაც მსგავსი ნივთები უყვარს და მსგავს რაღაცებს აფასებს. და გეფიცები, ისტერიკული სიცილია მიიტყდა, რომ 175, ეს 5 ლარი რაღა იყო, ანუ 80 თქვი, შეკაიქა რომ 170, ეს 5 ლარი ფეხის კი რა. გავოგნდი. და წარმოიდგინე უცხოელები ყიდულობენ და მათია რა გათვლილი. აი მაგარი საზღარი ხალხი ვართ ისე. ნებისმიერ სფეროში ჩავაგდებთ და გავაუბედურებთ ერთმანეთს. ნებისმიერში. დავხოცავთ ერთმანეთს. დავუკარგავთ კეთების სურვილს. რომ იმსახურებდეს კიდე უნდა უთხრა, მე ძალიან მაგრად მიყვარს პირში მთქმელი ხალხი და რამდენჯერმე რომ ვიდეოში რაღაცა ვთქვი, კიდევაც ვიტყვი ხოლმე. როდესაც ვაშავებ და მეუბნები ზრდილობიანად, კორექტულად, ესე იგი შენ ჩემთვის კარგი გინდა. მაგრამ ვითომ რომ რაღაცა და რაღაცა, ეგ არ არის. ხო და როდესაც ფასი მაქვს დიდი და ადამიანი მეტყვის რომ აი რაღაცა და შეიძლება ესე. კაი. როგორ ნორმალურად რო გეტყვის და ვიღაცა რომ დაადებ რაღაცა 5 ლარს და კაი რა 5 ლარის ახლა მასალა გაქვს შენ ნაყიდი? უტაკტოთ რო გეუბნებიან და ვითომ რომ რამე იციან მაგ სფეროში. როდესაც ახლა აი მაგალითად მე არ ვიცი, აი სცენარეების გამოყვანაზე რა ის იხარჯება, ხო? აი ენერგია, რა ვიცი რა, იმას 5000 რაღაცა უნდა, ხო? ელემენტარული 5-6 სცენარე გვაქვს და შეიძლება ვერ ვიგებდეთ კიდე წლების მანძილზე რომელს რაღაცა უნდა, ხო? და რა სიტუაციაში მე ამყოფო რომ გაიხაროს და ამ დროს თუნდაც არის რაღაცა სცენარე და ღირს 30 ლარი. აი მე რო საერთოდ გაგებაში არა ვარ ის 30 ლარამდე როგორ მოვიდა, ხო? ანუ რა ის გაიარა და რა შრომა გაიარა ადამიანს, როგორ უნდა, კაი რა ეხლა იმას 30 ლარს როგორ მივცემ? აი საერთოდ შეხებაში რა ვარ, ვერ ვიტყვი, ანუ ავდგები და ვიყიდი, თუ მინდა ავდგები და ვიყიდი. შეიძლება 50 რომ მითხრან, ისიც ვიყიდო, იმიტომ რომ მე ვიცი რომ ის იმიტომ ღირს ის რომ ღირს. და ადამიანის შრომა იქ ჩადებული. აი გაგებაში რო არა ხარ და რაღაცა რატო უნდა ვიძვირო, ხო? თორე აგე რო ვიყავით, რასაც ვიყავით დომინოში რო ვიყავით, მე და თეო ვეძებდით იმას აქვე ყვავილებს და ვიყიდეთ 3 ლარი ჩამოფასებულებში, არც ვიცი. სავარაუდოდ ახლა ამოიტანს საყვავილეს, როგორც ქოთნის სკალა ესეთი რაღაცა უნდა იყოს და ის მეორე გამიფუჭდა, გამიხმა. ანუ არ გაიხარ, არ ვიცი რატო რა და ჯანდაბასაც 3 ლარი მივედი. წავალ კიდევში მომეწონება, იქნება 3 ლარი ვიყიდი, არ იქნება არ ვიყიდი. ხო, იმაზე შემეკითხნენ თქვენცით, რომ რამდენიმე თვის წინ მე მქონდა გადარჩენის ოპერაცია ზემიოკულკასის, რომელიც მარინამ მაჩუქა და
არ მომკვდარა ხალხო, რამდენიმე ნაირად მაქვს გადარჩენის სხვადასხვა მეთოდი გაკეთებული, მოვიძიე ყველანაირი ინფორმაცია, არ ვიცი, 2 წელი მქონდა იდეალურად და ულამაზესი იყო და უზომოდ მიყვარს და ჯერ კიდე ვერ ვძვი იმას, რომ გადარჩეს, არ არის მკვდარი, სხვადასხვანაირად მაქვს ინფორმაცია მოვიძიე რა როგორ შეიძლებოდა მაგისი გადარჩენა და ჯერჯერობით კიდე რაღაცა არის. და შეიძლება რომ გაიხაროს. აი, იმიტომ კი არა რომ განა ვერ გახვალ და ვერ ვიყიდი. არის ქვეყანა ვარკეთილში მით უმეტეს იმხელები არის. და არც თუ ისე ძვირი არ აღის რა. მაგრამ აი ამ ადამიანმა როგორი გულთაც მაჩუქა, ხო ფასი არ გადამიხდი, ამ ხელა ყვავილი მაჩუქა ჩამომიტანა. აი იმიტომ მინდა რომ გადავარჩინო, რომ ვერ გავიგე რატომ მოვკალი ახლა. მე მოვკალი ხო ფაქტიურად. 2 წელი იდეალურად მქონდა და რა ვუყავი მე მოურწყე და იმ ღამეს გარეთ დამრჩა 2 პირში. და აი მანდ მოვუღე ბოლო და მავიწყდა შემოტანა. და აი უნდა ეგ ვახარო, აი თუნდაც ფოთლით რო ვახარო, ეგ უნდა გავახარო. იმიტომ რომ ეს იმ ადამიანმა მაჩუქა. და აი სხვისში რომ აუცილებლად უნდა დააფასო და სხვისი გული რა გულით გააკეთა ეს ყველაფერი. აი მე მგონი ძალიან გამეწელა და გამიფრცელდა ვიდეო და დაგემშვიდობებთ ხა მომავალი ვიდეომდე, იმიტომ რომ ადრე გავტოყდე ჭურჭლიან ყველაფრიანად, ცოტა მოვიდე საზრზე ეს ყველაფერი და ცოტა უთოც მინდა რომ გავაკეთო. თორე სირცხვილია, ჩემი თავისაც ცხვილი. წაველი ხარხნო მომავალ ვიდეომდე დაგემშვიდობებით. რა ვიცი, თქვენი აზრი დაწერეთ კომენტარებში. დიდი შემოვნებით წავიკითხავ ამ თემასთან დაკავშირებით, ან თქვენ რა იმას შეხვედრი ხართ დაბრკოლებას ესეთ რაღაცასთან რა. აბა ჰე